ქართული რეფორმები, გაუმჯობესებული საინვესტიციო გარემო და ახალი ბიზნეს პროექტები. ამ თემებზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი სინგაპურში ვიზიტისას საუბრობდა. ნიკა გილაური აზიის უმსხვილესი საინვესტიციო ფონდებისა და კომპანიების ხელმძღვანელებს შეხვდა. აზიელი ინვესტორები განსაკუთრებით ქართული ენერგეტიკის სფეროთი დაინტერესდნენ. ქართული პრემიერი შეხვდა ქვეყნის პრეზიდენტს და რამდენიმე მაღალჩინოსანსაც. დავაცერეთ შეაძლებლობები, სადაც შეიძლება განხორციელდეს ინვესტიციები სინგაპურიდან. ძირითადად თემა იყო მაინც ჰიდროსადგურები, იმიტომ რომ ეს არის ენერგეტიკა არის ის საკითხი, რომელიც აინტერესებთ აქაურ ინვესტორებს. შეხვედრა ჰქონდა GIC-სთან და შეხვედრა ჰქონდა TEMASEC-თან. ეს არის ორი უმსხვილესი ფონდი, რომელიც სინგაპურში დღეს მოქმედებს, რომლებიც დებენ ინვესტიციებს სინგაპურის გარეთ, დებენ ინვესტიციებს პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, დებენ ინვესტიციებს აღმოსავლეთ ევროპაში და შესაბამისად მათგან დაინტერესება არის. ამოცანა იყო, რომ გაგვეცნო პროექტის მიმდინარეობა და ამასთან ერთად გამოგვენახა კიდევ უფრო დაზუსტებით მეთოდები, რომელსაც როგორ შეიძლება სინგაპურის საინვესტიციო ფონდებმა, როგორც სახელმწიფო ესა ფონდებმა მიიღონ მონაწილეობა პროექტის დაფინანსებაში. ჩემი აზრით შეხვედრები ძალიან პროდუქტიული იყო.